დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მივესალმებით ყველას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის გადაცემას უსმენთ. მატარებელი უკვე გავიდა, ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ და რომელსაც მაყურებელი მალე ნახავს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. დილის რადიოს სტუმრები არიან სპექტაკლის რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი და მსახიობი სესე მიქავა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. ბატონო პეტრე, თავდაპირველად ცოტა რამ სპექტაკლზე თქვენს სამარჩევანზე მოგღებით. არ წეგო ფიქრობდი გზაზე რომ მოდიოდი რა არის ჩემთვის თეატრი, ამას ყოველდღე ფიქრობ, წლებია უკვე 35 წელია. არც არ ყოფილა ჩემთვის თეატრი გართობა. და ასე დავბერდები, ასე წავალ პროფესიიდან და ქვეყნიდან რომ თეატრი ჩემთვის არის ყოველთვის მოძღვარი, მასწავლებელი და იმ ამბების მთხრობელი, რომელშიც შეიძლება ადამიანი ვერ მოხვდე ვერასოდეს, მაგრამ უნდა იცოდე თუ ამ გარემოში ამოყოფ თავს, რა უფრო სწორია და უფრო მართალი. ის როგორც მე ვხედავ და არა მარტო მე დრამატურგი და მე გუნდი მთლიანად ვინც ამაზე მუშაობ. და ეს პირსაც ისეთია რა, რომ არიან ტიპები, ვისაც შეუძლია რაღაცაზე წასვლა, არიან ტიპები, ვისაც შეუძლია რაღაცაზე არ წასვლა და ვერ წასვლა. ვიღაცას თავის კონსტიტუცია აქვს, წითელი ხაზი აქვს, ისეთი ხასიათი აქვს, ასეთი ხასიათი აქვს, ისეთ ცხოვრობს, ასეთ ცხოვრობს. მოკლედ, ყველას აქვს არსებობის უფლება და თუ შენ ხვდები, რომ იმ ადამიანთან არ არის შენი მომავალი, ჯობია დროზე იყონო სხვა ალიანდაგი და გაყვებას თუ არა და მე ამას არ უნდა წუწუნი, მე ამას არ უნდა გუგული, ამას უნდა მოთმინება, გაყოლა და სიყვარული. ანუ ჩვენ პიესაში სწორედ ეგ არის ჩავლილი დროს გასწრებული მატარებლის გამო მიდის გამათი ჩხუბი კიკლავა და ძალიან ბევრ ოჯახში სამწუხაროდ დარწმუნებული საქართველოში არის ეს საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე ტალღა გავიარეთ ცხოვრების არსებობის ბოლო 25 წელიწადში და ალბათ ადამიანები ვინც ვერ მოევლო ამ გაუგებრობას თუ ამ არ ვიცი რა ქვია წარმატებლობას ისეთი ადამიანებზე სწორედ ამ პიესაში ლაპარაკი რომ ვერ მოახერხა რაღაცაში ვერ ჩაჯდა რაღაცა ვერ მოახერხა რა ვქნათ ესეთი ვარ და მორჩა რა და ამაზე მიდის გამათი მთელი პატარ-პატარა ამბები ერული მოვლენები რომლებიც ანოკერებს ამ გარემოს არიან გმირები რომლებიც შედიან გამოდიან ქმნიან ამბებს მოვლენებს და საინტერესოს ხდიან ამ ყველაფერს არის პატარა ინტრიგა არ ვსაუბრობთ და საბოლოო ჯამში უკვე ბატონ რეზო ნაჭყებიას მომდევნო პიესა რაც იდგმება და დარწმუნებული ვართ ანუ შრომობთ ამისთვის და ვიბრძვით ამისთვის რომ შედეგი გვექნება არანაკლებ ვიდრე იყო ის კაცენ და არის რომელსაც ქვია სახლი რუბლებში ანუ ბატონ რეზო შემოდის აჭარაში ბათუმში ნენელა და ძალიან გვიხარია რომ ესეთი ჭკვიანური ლამაზი ფიქრებით და აზრებით დაველაპარაკებით მაყურებელს. ახლა რა ეტაპზეა სპექტაკლი? ой. ჭიდაობის მეორე ეტაპი. ენელა ვდგებით ფეხზე, ძალიან ბევრი ვიბიჭეთ, ანუ მე ესე ტიპის რეჟისორი ვარ, რომ არ მიმაქ არაზუსტ და არ რომობ ეს ასე მინდა ჩვენ მე მსახიობთან საუბრობ, განვიხილავთ, ვიჯერებთ ასე თუ ისე როგორ, თუმცა ხაზი რა თქმა უნდა ჩემი ამ ხაზს მიუყვება ბოლომდე, მაგრამ გვაქვს საშუალება ვჯელობ და უკვე გავიარეთ ეს ეტაპი, ახლა ტექსტები თითქოს 80% უკვე იციან გმირებმა და ახლა ნენელა ვდგებით პრინციპში გუშინ ავდექით ქალბატონებთან ერთად ფეხზე ვერ დავჯექით ვერ ავდექით და აი თორტმანებთ რა და გამყარდები ცოტა ხანში რა ღვთისმადლით შრომობენ ადამიანები შრომობ ჩვენ ყველა იმ ხატრები მსახიობები ყველა შრომობს და იმედია შედეგი ნორმალური იქნება საუკეთესო თუ არა, მაგრამ რატომაც არა საუკეთესოც იყოს, ამინდი ჩვენ. ნორმალური გამო ხოცავი. თქვით, მსახიობები ვახსენებ და გითხარით, ნუ ერთ-ერთი სესე ვიცით. გარდა ჩვენ მეგობარი სესე, ჩვენ მეგობარი ბატონი ჯემალველიაძე, კეთრა ნეგუტიძე და ქალბატონი ინგა ღირდალაძე. შერჩევა როგორ მოხდა ესეც რომ როგორ გადაწყვიტეთ რომ ეს მსახიობები იქნებოდნენ ამ კონკრეტულ სპექტაკლში? ხო, ნახეთ აი თეატრს რო იცნობ და მსახიობს იცნობ, მის ენერგეტიკა, მის ხასიათი, მშულობას იძენს, გარეგნობაც და ეს ყველაფერი რაღაც ავარჩიე, ჩემი აზრით მგონია რომ სწორად ავარჩიე საბოლოო ჯამში გამოჩნდა პრემიერაზე და დავსხედეთ სამხედრო ხელმძღვანელთან გავიარეთ რა თქმა უნდა იმას მისი მოსაზრება ჰქონდა ბატონობის მე ჩემი და რა თქმა უნდა როგორც ხშირად მადლობა გვეს დაიმთხე ჩვენი აზრები და აღმოჩნდა რომ 4 მუშკეტერთან ერთად მიძებს ბრძოლა წარმატების მისაღწევა და მგონია რომ ამას გაართმევენ თავს იმიტომ რომ გამოცდილებაც პროფესიონალიზმის და ეს ენერგეტიკა რაც ამ ადამიანებშია სწორედ ემთხვევა იმ გმირებს რომელიც ბატონა რეზომ შემოგთავაზა და იმედი მაქვს რომ ამას მივიღებთ. ხატრობას რაც შეეხება და მუსიკალურ გაფორმებას
მუსიკას მე ვეძებ პატარა სიურპრიზებთან არ გავამხელ, ანუ ამ მუსიკა სპექტაკლს რაღაც მუსიკა გაჟღერდება სასიამოვნოდ, ამას მე ავხსნით რა თქმა უნდა. ახსნაც არ დაჭირდება, უბრალოდ ვინც მიხვდება და ბევრი მიხვდება, გაუხარდება, რასაც მოისმენს. მხატვრობა ლუკა ბესელი აკეთებს დეკორაციას ამ სცენოგრაფიას და კოსტიუმებს ბატონი გოგი ბერიძე. ბედნიერება მურ ადამიანთან მუშაობა ასევე, იმიტომ რომ ყველგან ვერ შეხვდები ლუკას და გოგლას, ანუ ესეთი ხალხია და ბათუმს ხალხის ფუფუნება რომ ამ ადამიანებთან ერთად სპექტაკლი აკეთოს. ვინც არ უნდა მოვიდეს თეატრთან დაკავშირებით სასაუბროდ, არ არსებობს რომ აი ეს კომენტარი არ გააკეთოს გოგლას მიმართებაში რა. ნაჩვენად მართალია. ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა ერთი და იგივეს ამბობს. ესე ახლა შენი დრო. ახლა შენი დრო. გვითხარი შენი გმირის შესახებ ამ სპექტაკლის ასევე რეჟისორთან ურთიერთობა რამდენად კომფორტულია, რამდენად იგებთ და რამდენად მოდიხარ თანხwebdriverში თქვენს და მის აზრებს შორის. ახლა ჩემი დროა და იქ უკვე ჩემი დრო აღარ. იქავე გულწრფელი. თუმცა ისიც გაითვალისწინე ამის შემდეგ გეკნებათ რეპეტიცია. იქავე გულწრფელი. აქედან პერდაბერტიაჩი არა, რა შეიძლება დღესთან ურთიერთობას ძალიან კომფორტული ისურია მსახიობებისთვის. მართლა კომფორტულია, გექნის მაქსიმალურ კომფორტს და სადაც მას უნდა იქ მიგიყვანს, ოღონდ შენ გონია რომ შენ მიხედავ. ესეც გაი რაღაცაა და მოკლედ რა ვმუშაობთ დარწმუნებული ვარ, გაი რაღაც გამოვა. ჩემი გმირის არწმუნებული. გაი კაცია. განათლებული კაცია, ცოდნე კაცია, მაგრამ გოფსაწყალი? მარა. ადამიანია ფაქტიურად. კაცი რომელიც ვერ მოერგო ვერაფერს დაეკარგა რაღაცები, მნიშვნელოვანი რაღაცები დაეკარგა და მე დარჩა და თქვა რომ ეგრე მინდა და მორჩა. და როგორია მოლოდინი და როდისთვის იგეგმება პრემიერა, ესაც რომ უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს. მოლოდინი როგორია ბატონო? ორივე სახება პრინციპში ეს კითხვა. ნახეთ ყველაზე რთული იდეაში არის პიესის არჩევა. ყველა რეჟისორი ვინც არის ერთი ცუდი რაღაცა აქვს რეჟისორებს რა. შეიძლება შაქარიაჩუკო, მაგრამ ახალ პიესას ვიპოვე არ უხდება. იმიტომ რომ ეს არის მასალა რომელიც იწყებს ფიგურს და მუშაობას, ხო? ყველა რთული პროცესია პიესის მოწონება, შეფასება, მე ამაზე ფიქრის დაწყება, ანუ ხალხთან ურთიერთობას გავს რა. როგორც ყველას ვერ მიიღებ და ყველაზე ვერ იფიქრებ, ისეა პიესას ფაქტიურად რა. და ამ რჩეულის მოლოდინი ყოველთვის კარგია რა, იმიტომ რომ რახან არჩი, რახან მოგწონს, რახან მაგრამ ერთი ცუდი რაღაცა მოხდა რა. ცუდი რა ძალიან დაერქა ხმათიაჩი რომ მაგარ პიესაზე მუშაობენ რა. ეს ყოველთვის მარღალთა მასას აწესებს და გინდა და ითხოვენ ჩვენგან ბევრი მეხვეწე ხალხო არა, მაგრამ იმდენად მოეწონა თავიდან ადამიანებს რომ მეგობრებთან თქვენს და მეგობრებთან ვინ არის მეგობარი თეატრია მეგობარი და ითქვეს ამბავი რა. და ხო უკვე რაღაცა იმაში ვართ რა, პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ რა, განსაკუთრებით და თავს არ ზოგავდა, არ ვიცი, არ მინდა ბევრი ლაპარაკი გულწრფელად, უბრალოდ ეგ არის რომ ნებისმიერი საქმე ხელოვანისთვის არის პასუხი ღირსების საკითხია რა, ეს თვით რა ბევრი არ ვიმატავო, ღირსების საკითხია. ღირსეულად მიუძღები არ შეიძლება არ დაგიფასდეს გამორიცხული ამბავი. ანუ შეიძლება არ მოეწონოს მთელ საქართველოს, მაგრამ შენ თანამოაზრებს მაინც გამოძებნი თავი თუ სწორად მიიტან ამ ამბავს რა. თორე ყველას არ შოკოლადი მოწონს და არც კარაკი. ხო და არ გავყვები, ხო? ისე რომ ღვთისმადლით კი ყველანაირ ხელშეწყობა გვაქვს, რაც შეეხება პრემიერას. სამ პრემიერა კეთება უკვე სეზონის დახურვისკენ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ამ სამში. ბოლო პრემიერა იქნება ჩვენი და ეს არის 10-11 ივლისი. და უკვე კალენდარულმა დღეებმა დაგვიწყეს ხელის დაქნება, მიდიან და ეს დილით დახენ გამარჯობაში. ბაზარს ხო, სანამ შუა 15-მდე შენია და 15-ის იქით მისია უკვე თავდაღმართში მიდის რა ციფრი და ეს განცდა გვაქვს ყოველთვის და გუშინ თქვით, აუ ბიჭო 5 მოსულა. მოვიდა რა მოსულა და მაგრამ მოვათც
ის მადლით, მაგრამ უნდა მოვიდეს და 10-ის უნდა მოვიდეს და 33-ის. მაგრამ 10-მდე მე დასვენებული ვიქნები საზღვარგარეთ ვიქნები ზეა. აჰა. და ჩავიდა ჯუაჩკა. საზღვარგარეთ, აბა თქვა ვიგაგიჭებს. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენთან ერთად მატარებელი უკვე გავიდა, ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით ჩვენ სტუმრებთან ერთად. და რომელსაც ძალიან მალე ნახავს ბათუმის დრამატულ სცენაზე მაყურებელი. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ სპექტაკლის რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი და მსახიობი სესე მიქალა. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ იყავით ჩვენ. მადლობა თქვენ რომ ხართ და აქ ხართ. მადლობა და წარმატებები. კაი ხართ.